საღამომშვიდობისა თქვენ ფოკუს უყურებთ, მე სალომე უგულავა ვარ. ხუდანჰესის გარშემო კვლავ ნებათაღელვაა სოფელ ხაიში. მიწის აზომვითი სამუშაოები მოსახლეობის პროტესტის გამო დროებით შეჩერდა ენერგეტიკის მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს თავად ჩავიდეს ადგილზე და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდეს. ხუდანჰესთან დაკავშირებული პროცესების გამო ენერგეტიკის სამინისტრო ომბუდსმენმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე უარს ამბობს. სამინისტრო უჩანანუაშვილს თავის მხრივ მის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ მას აქვს სურვილი მინისტრისა და სამინისტროს დისკრედიტაციის. დღეს ჩვენ ხუდანჰესზე ვისაუბრებთ, გადაცემის სტუმრები არიან ლევან კალანდაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივიდან და დავით ჭიპაშვილი, მწვანე ალტერნატივიდან, ასევე ჩვენ ჩაგვერთვება ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა, ხუდანჰესის პროექტის ერთ-ერთი ავტორი. გადაცემის დასკვნით ნაწილში კი ილია ელოშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე შემოგვიერთდება. მე მივესალმები ჩემს სტუმრებს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ამ საკითხს აქ რამდენიმე მხარე, ეს არის ენერგეტიკული, ეკონომიკური, სოციალური, მაგრამ რადგან ენერგეტიკული პროექტია, პირველ რიგში მინდა სწორედ ამ კუთხით დავიწყოთ საუბარი. ბატონ ლევან, თქვენთან მექნება პირველი შეკითხვა. თქვენი აზრით რა ენერგეტიკული მნიშვნელობა და ღირებულება აქვს ხუდანჰესის აშენება საქართველოსთვის? მე ეკონომისტი გახლა ვარ, ამ თვალსაზრისით უფრო ამასაც ვისაუბრებთ. ბუნებრივია. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან თავად პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ თავისი მნიშვნელობით, არსით ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიცია იდება ქვეყანაში ხუდონის პროექტში. ეს არის $1.2 მილიარდი ამერიკული დოლარი. ამ თვალსაზრისით მსგავსი პროექტის მეძნელად გავიხსენებ საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ქვეყანას დღეს თითქოს პრობლემა არ უნდა კონდეს, ასე ვთქვათ, ობიუატელის შეიძლება ასე წარმოაჩინოს, ქვეყანა ელექტროენერგიის გამყიდველი ქვეყანაა, მაგრამ გამყიდველია მხოლოდ ზაფხულის თვეებში. შესაბამისად, პიკური ზამთრის თვეებისთვის ჩვენ რეალურად გვიდგება ენერგოდეფიციტის პრობლემა, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგია და ყველა ექსპერტული შეფასებით, თუ ქვეყანა სურს განვითარება, თუ ქვეყანა სურს მინიმალური ეკონომიკური ზრდა მაინც, ამ ზრდას პროგრესს ზოგადად უნდა ახლდეს თან გარკვეული ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეების გაჩენა და ამ თვალსაზრისით უნდა განვავითაროთ ჰიდროენერგეტიკა. ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან ბევრი 27,000 მდინარე, პრაქტიკულად სულ რამდენიმეა, რომელზეც შეიძლება დიდი ჰიდროელექტროსადგურის აშენება. რატო დიდი ჰიდროელექტროსადგურის და არა მცირე ჰესის? იმიტომ რომ ჩვენ პრობლემა გვაქვს სწორედ პიკური ზამთრის თვეების განმავლობაში და ამ პიკის მოხსნის, პიკის გარდატეხის პრობლემას სწორედ ხუდონის ტიპის ელექტროსადგური შეიძლება ხუდონის ტიპის ელექტროსადგურმა მოგვიხსნას. ხუდონის სიმძლავრე, ანუ წლის განმავლობაში გამომუშავება არის 1.5 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია და რაც პრაქტიკულად საშუალებას იძლევა ზამთრის თვეებში პიკის დროს 4 თვეზე არის საუბარი. 4 თვე, რაც ხელშეკრულებით არის განსაზღვრული სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის, აი ამ 4 თვის განმავლობაში პიკის პრობლემა მოიხსნას. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული თვალსაზრისით ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების კომპონენტის ზრდა. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის თვეებში ჭარბად ვაწარმოებთ ელექტროენერგიას და ვყიდით, გაგვაქვს ექსპორტზე ენერგოდამოკიდებულების ხარისხი მაინც ძალიან მაღალია, სწორედ აი ამ პიკურ თვეებში და შესაბამისად ახალი ენერგეტიკული სიმძლავრის გაჩენა მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ამავდროულად დივერსიფიცირების, ენერგოსიმძლავრეების დივერსიფიცირების ხარჯზე ენერგოუსაფრთხოების თემას. დაგიბრუნდებით თქვენს მერე სხვადასხვა მიმართულებით, რომ გავშალოთ თქვენთან მექნება იგივე შეკითხვა ენერგეტიკულ ღირებულებაზე, რომ ვისაუბროთ. თქვენი ორგანიზაცია არის ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაზე აქტიური შეიძლება ითქვას ხუდანჰესის აშენებას. თქვენ ანალიზით მოამზადეთ ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებით და პირველ რიგში ენერგეტიკული მნიშვნელობის კუთხით რომ ვისაუბროთ, რატომ ეწინააღმდეგებით და თვლით თუ არა, ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ მცირე და საშუალო ჰესები შეიძლება იყოს ალტერნატივა, რაშიც ენერგეტიკოსების უმრავლესობა არ გეთანხმება. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან,
რამოდენიმე საკითხი ახსენა ბატონმა ლევანმა ამ ობიექტის სტრატეგიულობიდან დაწყებული მისი ენერგეტიკული საჭიროებით დასრულებული პირველ რიგში უნდა ვთქვა ესეთი რაღაცა. მიუხედავად იმისა, თუ რაოდენობის ინვესტიციებზე არის საუბარი, აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეს ერთი ფაქტი, რაც ხშირად გვესმის ხოლმე მედიის საშუალებას. საიდან მტკიცდება და საიდან საბუთდება ამ პროექტის სტრატეგიულობა. საქართველოს არ გააჩნია ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, შესაბამისად მისი სტრატეგიულობა აქედან გამომდინარე ვერ იქნება განსაზღვრული. მეორე საკითხი ეს ამ ობიექტის სტრატეგიულობის დასაბუთება არ ჩანს არც გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ამ შემთხვევაში ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში, პირიქით ისინი დიდი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ და რაც ყველაზე მთავარია, არც პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაში, სადაც პრიორიტეტებად განსაზღვრული არის სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. და რაც ყველაზე მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტებში არ არის ამ ობიექტის სტრატეგიულობა განსაზღვრული, სამწუხაროდ არც ხელშეკრულების და შესაბამისად წარმოქმნილი საზოგადოებისათვის დღემდე ცნობილი გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშშიც არ არის მოცემული ამ პროექტის ეგრეთ წოდებული სარგებლისა და დანახარჯების ანალიზი, რომელიც რეალურად მოგცემდა იმის თქმის საფუძველს, რომ ეს ობიექტი არის სტრატეგიული ობიექტი. ეს რაც შეეხება სტრატეგიას. რაც შეეხება მის ენერგეტიკულ ხუდონის უშუალოდ არსებული ხელშეკრულებისა და არსებული გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში რაც წერია იმის მიხედვით ხუდონის ენერგეტიკულ მნიშვნელობას საქართველოსთვის. ჯერთი დავიწყებ იქიდან, რომ რამდენი ხუდონჰესიც არ უნდა ააშენოს საქართველოს, საქართველოს ენერგოდამოუკიდებელი ვერასოდეს ვერ გახდება, იმიტომ რომ აქ ჩვენ ვსაუბრობთ ელექტროენერგეტიკაზე და არა ენერგეტიკაზე და ენერგოდამოუკიდებლობასთან ხუდონს არაფერი არა კავშირში არა საერთოდ. ელექტროენერგეტიკის წილი საქართველოს ენერგეტიკაში არ აღემატება 25%-ს. რაც შეეხება თავად ხუდონჰესის პროექტს, არსებული ხელშეკრულების და აქ პიკის საკითხი დაისვა, არ მგონია ხუდონჰესი ამ შემთხვევაში არ წყვეტავს პიკის საკითხს. არსებული ხელშეკრულების მიხედვით მან მიაწოდოს საქართველოს 4 თვის განმავლობაში 133.9 მილიონი კილოვატ-საათი და მაყურებლისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, ეს არის საქართველოს 2013 წლის სტატისტიკით, საქართველოს 4 დღის ელექტროენერგიის მოხმარება და აქ უკვე ყველაფერი კარგად ჩანს, რა ენერგო მნიშვნელობაზე შეიძლება იყოს ამ პროექტთან მიმართებაში საუბარი. აქვე ოპონენტი გეტყოდათ, ამიტომ მეც მინდა გითხრათ, რომ გარდა იმისა, რომ მას ექნება საკუთარი ღირებულება, საუბარია, რომ ენგურჰესსა და ვარნილჰესსაც დამატებით ენერგიის გამომუშავების საშუალებას მისცემს ინვესტიციების ჩადების გარეშე. არა, ოპონენტი თუ იქნება ის ოპონენტი დამისვას შეკითხვას, უბრალოდ როგორც ამ კითხვაზე გიპასუხებთ შემდეგნაირად. მე მომყავს ის მონაცემები, რაზეც გიპასუხებთ ეს არის პროექტის ირიბი ზემოქმედება. თუმცა ზემოქმედება. არა, თუმცა ზემოქმედება კი, მაგრამ ამ ობიექტზე რომ განხილული ყოფილიყო წარმოქმნილი გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში დეტალურად სხვა ალტერნატივები, მათაც იგივე დოკუმენტებში არ არის ეს გაწერილი? არა, დოკუმენტებში კი არ არის გაწერილი. დოკუმენტი არის არა უხარისხო პირდაპირ ვიტყვი და არაფერს არ ასაბუთებს, მით უმეტეს არ ასაბუთებს ამ ობიექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი, რაც თქვენ ახსენეთ, გამომუშავების ზრდა. გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი, ენგურჰესი გარდა იმისა, რომ გეზეშეს მიხედვით 300 მილიონი კილოვატ-საათით გაიზრდება თურმე ენგურჰესისა და ვარდნილების გამომუშავება, მაშინ როდესაც ტელევიზიები და მედია საშუალებებით ბატონი დავით მირცხულავა, ტრანსელექტრიკას ტექნიკური დირექტორი აცხადებს, რომ თურმე გაიზრდება 470 მილიონი კილოვატ-საათით. მუშაობის რეჟიმები მოცემული არც ერთ დოკუმენტში საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომ დოკუმენტებში უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ ეს არის ან პირადი მოსაზრებები, ან მაშინ დადონ დოკუმენტები, სად იზრდება აღნიშნული ოდენობით გამომუშავება ამ ჰიდროელექტროსადგურებს და ამასთანავე საპროექტო ალტერნატივებითაც, რომელიც არ არის შესწავლილი წესიერად კი არის პრაქტიკულად ისე არის გაკეთებული, რომ მომხდარიყო იმ ალტერნატივის, რა ალტერნატივას დღეს არის მისი, ვთქვათ, დასაბუთება, არ არის ნორმალურად განხილული სხვა ალტერნატივები, იმიტომ რომ თუნდაც საპროექტო ალტერნატივების თვალსაზრისით, სხვა ალტერნატივებსაც შეიძლება ანალოგიურად ჰქონოდა მსგავსი ტიპის ირიბის ზემოქმედება ენგურჰესსა და ვარნილჰესის
ინტერესების კასკადზე. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ერთ ობიექტზე, უნდა ვისაუბროთ ამ ერთ ობიექტზე და მის პირდაპირ ენერგეტიკულ საჭიროებაზე. რაც შეეხება ხუდონჰესის, ასე ვთქვათ, ხუდონჰესის გამუშავება მართლაც არის მილიარდ ნახევარი, თუმცა აქ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ხუდონჰეს ასევე მინდა პასუხი გავწე იმას, რომ მედიაში ხშირად სხვათა შორის ენერგეტიკის მინისტრის მხრიდან გავრცელდა ერთ-ერთ ტელევიზიაში ასეთი განცხადება, რომ თურმე ინვესტიციების ამოღების შემდეგ აღნიშნული ობიექტი გადმოეცემა თურმე სახელმწიფოს და სახელმწიფო საკუთრებაში იქნება, ეს არის უბრალოდ ტყუილი განცხადება, მან ეს გააკეთა რუსთავი-2-ის გაბუნიას გადაცემაში აღნიშნული განცხადება და ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. ის იქნება სამუდამოდ საკუთრებაში კერძო კომპანიის. ახლა მოდით ავიღოთ თუ რადგან ენერგეტიკაზე ვსაუბრობთ, ვინ არის ერთ კერძო ინვესტორი. კერძო ინვესტორი ეს არის ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია, რომლის მფლობელები არ ჩანს, უბრალოდ არ ჩანს და არც ამბობენ, რომ საიტზე მას შემდეგ რაც საზოგადოებაში დაისვა საკითხი თუ ვინ არის და ვინ დგას ამ კომპანიის უკან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ხუდონჰესი მდებარეობა განსაზღვრული კონფლიქტის ზონასთან და შესაბამისად საზოგადოებაში ბუნებრივად იბადება ეჭვებიც და ბუნებრივად ჩდება კითხვებიც მისი მტრული სახელმწიფოს. არა, მე კი არა მაქვს ეჭვები, უბრალოდ როდესაც საუბარი არის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაზე, ბუნებრივად ჩდება კითხვები თუ ვინ დგას ამ კომპანიის უკან. მიუხედავად მრავალჯერ ამ კითხვის დასმისა საზოგადოებაში, ამ კითხვაზე პასუხი არ იქნა გაცემული, მხოლოდ ვებგვერდზე მოხდა 3 აქციონერის ჩამოწერა, ასე რომ ვთქვათ, პირდაპირი გაგებით ჩამოწერა, რომ თითქოს ტრანსელექტრიკა ლიმიტედის აქციონერები არიან 3 კომპანია და აღმოჩნდა, რომ ეს 3 კომპანიიდან ერთი კომპანია არის პანამის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული, ეს არის Olni Assets-ი, მეორე კომპანია ეს არის SGGS Infrastructure, რომელიც ასევე დარეგისტრირებულია ბრიტანეთის ფლობელობაში არსებულ ჯერსის კუნძულზე, ხოლო მესამე კომპანია World Energy Limited-ი დარეგისტრირებული იყო 2000 წელს, მაგრამ 2003 წელს მისი მოხდა ლიკვიდაცია მოხდა და ოფიციალურად მსგავსი დასახელების კომპანია დღის მდგომარეობით ფიზიკურად არ არსებობს. ასევე გაუგებარია ბატონი ემზარიც უნდა შემოვიყვანოთ საუბარში აუცილებლად. ბატონო ემზარ, მოგესალმებით. ბატონი ემზარ ჭიტანავა გახლავთ ხუდონჰესის პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ის არის ენერგეტიკოსი. ბატონო ემზარ, თუ შეგიძლიათ პირველ რიგში რომ ისაუბროთ ამ პროექტის მნიშვნელობაზე, ხუდონჰესის მნიშვნელობაზე, ბატონი დავითი თვლის, რომ მისი სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ ჩვენ გადაჭარბებული არის წარმოდგენები, რაც არ საბუთდება ოფიციალურად დოკუმენტურად არ საბუთდება. ის რომ ეს დოკუმენტურად უნდა საბუთდებოდეს, თქვენ როგორ შეაფასებდით? არ გეთანხმები მე ბატონ დავითს, იმიტომ რომ ენერგეტიკა არის სტრატეგიული დარგი და მასში შემოვალი და მისი წარმომქმნელი ობიექტები თავისთავად არიან სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები. ასე რომ ენერგეტიკული ობიექტი რა ზომისაც არ უნდა იყოს და რა წონისაც არ უნდა იყოს, ასრულებს სტრატეგიულ დანიშნულებას და ეხმარება ესე იგი ქვეყანას ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკური აღმავლობის და სოციალური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. ასე რომ ამ სტრატეგიაზე ასეთი კვალიფიკაციის მიცემა, რომ ვინაიდან ქვეყანას არ გააჩნია ესე იგი სტრატეგიული განვითარების გეგმა და ვინაიდან ჯერჯერობით ამ სიაში ხუდონი არ არის, ეს არ არის საკმარისი არგუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ აუაროთ გვერდი ამ მომენტს, რასაც ქვია ენერგეტიკა და ენერგეტიკაზე არ ვიზრუნოთ და არ შევავსოთ ის დანაკლისი, რაც ჩვენ ქვეყანას დღეისათვის გააჩნია. თქვენ ძალიან კარგად იცით და საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენი ქვეყანა თავის დროზე 18 მილიარდ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას მოიხმარდა. დღეისათვის ეს მაჩვენებელი 10 მილიარდამდეა ჩამოსული და გარდა იმისა, რომ სტრუქტურა თვითონ დარგის როგორ არის განაწილებული დარგთა შორის ეს მონაცემები, ლაპარაკობს იმაზე, რომ ძირითადი მომხმარებელი დღეისათვის არის მოსახლეობა, ხოლო დანარჩენი დარგები ესენი არიან ფაქტიურად მეორე ხარისხოვან როლში. ესე იგი გამოდის, რომ თუ მოსახლეობა დღეს 65%, 70% ელექტროენერგიას მოიხმარს, აქ ლაპარაკი ეკონომიკურ წინსვლაზე და ეკონომიკურ ზრდაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეხლა როგორ უნდა დავეთანხმო მე ოპონენტებს იმის თაობაზე, რომ გამოდის, რომ ენგურიც არ არის სტრატეგიული ობიექტი, მაშინ როდესაც ენგურმა მთელი აი ამ 10 მილიარდი და ნახევარი გამოიმუშავა და ქვეყანა უზრუნველყო ელექტროენერგიით.
და ხუდონი, ესე იგი, რა თქმა უნდა, ენგურთან შედარებით ნაკლები სიდიდის არის, მაგრამ ისიც იმ პარამეტრის არის და იმ ზომის არის, რომელიც სტრატეგიულ დანიშნულებას ესადაგება და რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. ასე რომ სტრატეგიაზე ნუ ვილაპარაკებ და ნუ გავაკეთებთ ისეთ დასკვნებს, რომ ჩვენ რადგან სტრატეგია არ აგვაქვს, ამიტომ ეს ობიექტი არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც სტრატეგიული ობიექტი. წავიკითხოთ კონსტიტუცია და კონსტიტუციაში წერია სტრატეგიული დარგი არის ენერგეტიკა. ტერმინებზე ნუ ვიდავებთ, თქვენ აუცილებლად მოგცემთ ბატონ დავით საშუალებას. ბატონ ამძორ, უშუალოდ ამ პროექტი ანზორ, უშუალოდ ამ პროექტის ღირებულებაზე რომ ვიშავროთ და მნიშვნელობაზე. ასეთი კვალიფიკაცია შეიძლება მას მიეცეს. ეს პროექტი შემთხვევით არ არის წარმოჩენილი, ენგური თავისთავად არსებობს, ფუნქციონირებს და ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ესე იგი შექმნას ის რეზერვები, რომელიც აუცილებელია ქვეყნის წინსვლისათვის და განვითარებისათვის. ამიტომ, როდესაც იხილებოდა საკითხი ენგურის მერე რომელი ობიექტი უნდა აშენებულიყო, ასევე არასწორად არის თქმული იმის შესახებ, რომ ეს არ იყო სათანადოდ შესწავლილი და არ იყო სათანადოდ გაანალიზებული, რა დანიშნულების ობიექტი უნდა ყოფილიყო ენგურის მერე პირველი რიგის მშენებლობის ობიექტი. ეს ამოცანა 1974 წლიდან მუშავდებოდა ჩვენს ინსტიტუტში, რომელსაც ერქვა ჰიდროპროექტი და მასში მონაწილეობდა მრავალი სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციები და მათთან ერთად იყო შესწავლილი ეს საკითხი. გარდა ამისა, შესწავლილი იყო ესე იგი მრავალი კუთხით ამ ობიექტის მიზანშეწონილობა და შეიძლება მე მითხრან, რომ ეს მიზანშეწონილობა იყო განსაზღვრული იმ საბჭოთა კავშირის მოთხოვნებიდან, რომელიც იმ დროისათვის ერთ ქვეყანას წარმოადგენდა, მაგრამ დღეისათვის მდგომარეობა შეცვლილია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი ქვეყანა, ჩვენი დამოუკიდებლობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე არ აგვაქვს. ჩვენ 17 მილიარდიანი მთლიანი შიდა პროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა ვართ. ესე იგი, წარმოიდგინეთ, რა დონეზეა ჩვენი ეკონომიკა, რომ დღეისათვის არ ვილაპარაკოთ, როგორ უნდა მოვახდინოთ, ესე იგი, ენერგოუზრუნველყოფის ზრდა და როგორ უნდა შეიცვალოს ეს სტრუქტურა, რომ ჩვენ შევძლოთ მოწინავე ევროპული ქვეყნების დონეზე გავიდეთ და შევქმნათ სათანადო პირობები ჩვენი ეკონომიკური წინსვლა. რა წვლილი ექნება ამაში ხუდონჰეს უშუალოდ? ხუდონჰეს აქვს ძალიან დიდი წვლილი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ ენგურჰესი და ხუდონჰესი ერთობლიობაში. წყალსაცავიანი ჰესების მეშვეობით ხდება სტრატეგიული რეზერვის დაგროვება, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში შეიძლება გამოყენებული იქნას ესე იგი ავარიების, გამორთვების და სხვა შემთხვევების სალიკვიდაციოდ. ასე რომ, გარდა იმისა, რომ ის თავისთავად გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, ეს არის სტრატეგიული რეზერვი, რომლის გამოყენება ენერგოსისტემაში ხდება წამიერად. და არც ერთ სისტემას, არც ერთ ენერგოდანადგარს, რომელიც დღეისათვის მოიხმარება ჩვენთან და საერთოდ მსოფლიოში, ჰიდროსადგურის მსგავსი ოპერატიულობა არც ერთს არ ახასიათებს და ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული უპირატესობა სწორედ ენგურისა და ხუდონის, იმიტომ რომ ეს ორი ობიექტი ერთობლიობაში ქმნის იმ სტრატეგიულ რეზერვს, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჭირდება. რაც შეეხება ზამთრის დეფიციტს ამ მიმართულებითაც რომ ვისაუბრეთ. ზამთრის დეფიციტის სახეზეა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რატომ წერია 4 თვე. იქ შემთხვევით არ წერია ის 4 თვე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მაქსიმუმი, ესე იგი ელექტროდატვირთვის მაქსიმუმი არის შემოდგომა ზამთრის პერიოდში და ჩვენ ვცდილობთ, რომ ზამთარი ეს არის დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი. იქნება თუ არა საკმარისი ეს რესურსი, რასაც კითხვის ეს საკმარისი ვერ იქნება. საკმარისი ვერ იქნება, მაგრამ დღევანდელ პირობებში და დღეს ჩვენ ზამთრის პირობებში ვყიდულობთ ელექტროენერგიას მეზობელი სისტემებიდან, ამ სისტემებს ესე იგი ამას ჩაანაცვლებს და მივიღებთ ესე იგი ხუდონის ხარჯზე იმ ენერგიას და ენგურის ხარჯზე იმ ენერგიას, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჭირდება. მაგრამ საკმარისი იქნება თუ არა, ეს არ იქნება საკმარისი, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ გვჭირდება დამატებითი სიმძლავრეები და ეს დამატებითი სიმძლავრეები უნდა შეიქმნას როგორც ჰიდროელექტროსადგურებზე, ასევე თბოსადგურებზე
ასევე არატრადიციული ენერგიის წყაროების გამოყენებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე არ ჩამოვთვლი ახლა ამას, მაგრამ ერთადერთი რაც მე შემიძლია უთხრა საზოგადოებას, ეს არის რომ ჩვენ უნდა ნათლად წარმოვიდგინოთ რა ამოცანა გვინდა ჩვენ გადავწყვიტოთ. ჩვენ გვინდა გადავწყვიტოთ ენერგოუსაფრთხოების საკითხი და სტრატეგიული რეზერვების შექმნით ეს საკითხი წყდება. თუ სტრატეგიული რეზერვი არ გვექნა და წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგური არ გვექნა, ეს ამოცანა ვერ წყდება. მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურები მუშაობენ ბაზისში და ისინი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები არიან, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციაში მონაწილეობის სუსტი შესაძლებლობების გამო ის ეკონომიკის დამბლას გამოიწვევს, თუ არ ჩაირთო და თუ არ იქნა გამოყენებული ეს რეზერვები, როგორც წყალსაცავების სახით ჩვენ გვექნება. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ხუდონის ეფექტურობაზე და ხუდონის ესე იგი მიზანშეწონილობაზე, აქ პირველ რიგში უნდა განვიხილოთ ის ამოცანა, რა ამოცანა იყო დასმული ჩვენ წინაშე და რა ამოცანაა დღეს ჩვენ წინაშე დასმული. ეს ამოცანა რა თქმა უნდა წყდება მხოლოდ და მხოლოდ წყალსაცავიანი და დარეგულირებული ჰესის მეშვეობით და ისიც უნდა გითხრათ რომ ჩვენი ხუდონი და ენგური ორივე ერთად აღებული არის სეზონური რეგულირების სადგურები და ჩვენ სხვა საშუალება რომ წლიური ან მრავალწლიური რეგულირების სადგურები ავაშენოთ ამის ბუნებრივი პირობები არ გაგვაჩნია და ამას უნდა შევურიგდეთ მაგრამ ის რომ დღეს ესე იგი რეალურად ამ გზაზე ვდგევარ და მივდივართ ამ მიმართულებით ეს არის ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება რომელიც უნდა აუცილებლად განხორციელდეს რაც შეეხება ახლა კიდევ ერთი საკითხი მინდა რომ მოვასწროთ თქვენ ენერგეტიკოსი ბრძანდებით და ხშირად გვესმის ჩვენ ოპონენტებისგან ვინც არის ამ ხუდონ ჰესის აშენების წინააღმდეგი ასე ვთქვათ, მათგან რომ მცირე ჰესები შეიძლება იყოს ერთ-ერთი ალტერნატივა, მათ შორის როდესაც გარემოზე ზიანის მიყენებაზე არის საუბარი. თქვენ თუ თვლით ესე რომ მცირე და საშუალო ჰესები შეიძლება იყოს დიდი ჰესების ალტერნატივა? მე რა თქმა უნდა არ ვიღებ ჩემ თავზე პასუხისგებლობას რომ მე ასე ვთვლი. ასე თვლის ამას მსოფლიოს კლასიფიკაცია რომელიც არსებობს ენერგეტიკაში ბაზისური სადგურები, არსებობს ენერგეტიკაში პიკური სადგურები, არსებობს ნახევრად პიკური სადგურები და ეს არის გამოყენების, ესე იგი სიმძლავრის გამოყენების საათების მიხედვით ეს კლასიფიკაცია ნაწილდება სხვადასხვა მიმართულებით. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ მცირე ენერგეტიკაზე ეს შეხედულება რომელიც ჩვენ საზოგადოებას გააჩნია ეს არის ცოტა გადაჭარბებული, იმიტომ რომ მცირე ენერგეტიკას მცირე შესაძლებლობები აქვს და დიდი შესაძლებლობები მას არ გააჩნია. არსებობს მრავალი ნაშრომი მსოფლიოს მრავალ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენ ქვეყანაშიც არსებობს ნაშრომები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მცირე ენერგეტიკას მცირე ეფექტი აქვს და ისინი მხოლოდ ბაზისურ ნაწილში მუშაობენ. და რაც შეეხება ხუდონის ჩანაცვლებას, ესე იგი წარმოიდგინეთ, თქვენ მარტო მეგავატებზე რო გავყოთ 10 მეგავატიანი სადგური, მცირე სადგური რო ავაშენოთ, 70 უნდა ავაშენოთ იმისათვის, რომ ხუდონის შეცვალოს, მაგრამ ენერგეტიკულად ეს ასე არ არის. როდესაც დატვირთვის გრაფიკებს ვიხილავთ, ჩვენ უნდა განვიხილოთ, როგორ იფარება ეს დატვირთვის გრაფიკები ენერგეტიკული ობიექტების მონაწილეობით და თუ 10 მეგავატიანი სადგური ესე იგი ბაზისში იმუშავებს, მაშინ მცირე ჰესის დადგმული სიმძლავრე უნდა იყოს 30-35 მეგავატი. აი წარმოიდგინეთ თქვენ, ამისთანა ჰესები რამდენი უნდა ავაშენოთ და რა დონის ზეგავლენა ექნება მას ესე იგი გარემოზე და როგორი მაჩვენებლები გვექნება ჩვენ ჯამურად, როდესაც 70 ობიექტს ავაშენებთ, ესე იგი იმისათვის რომ ჩავანაცვლოთ ერთი ობიექტი. უნდა დაგეშვიდობოთ. მადლობა სტუდიაში დაბრუნდებით. აქ დაზუსტება გავაკეთოთ, იმიტომ რომ ისე გამოდის თითქოს ენგურჰესი და ხუდონჰესი არის ერთი და იგივე ტიპის, უბრალოდ ერთი და იგივე ტიპის პროექტია, მაგრამ თითქოს არის ორი ერთი და იგივე ენერგეტიკული თვალსაზრისით მიღებული პროექტი ხუდონჰესა და ენგურჰეს შორის არსებული ხელშეკრულებების არსებობის პირობებში ისეთივე განსხვავება ამ ორ პროექტ შორის, როგორც ცა და დედამიწა. და ახსნი რატომაც. ენგურჰესი არის სტრატეგიული ობიექტი, ის შედის სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში ოფიციალურად და ის არის სახელმწიფო საკუთრებაში. მაშინ, როდესაც ხუდონჰესი იქნება რა, ხო, თუ იქნება კერძო ობიექტი, ეს ობიექტი განსაზღვრული, ანუ საქართველოსთვის მოსაწოდებელი ელექტროენერგია არის უკვე წინასწარ განსაზღვრული და ეს შეადგენს 133.9 მილიონ კილოვატ-საათს, ანუ საქართველოს იანვრისთვის 4 დღის მოხმარებას, რომელიც ფასიც განსაზღვრულია 5.84 ამერიკული ცენტი, რომელიც დღეს
არსებული ვალუტის კურსის გათვალისწინებით არის დაახლოებით 10 თეთრი და ეს აი ამ ფასად ელექტროენერგია 1 კილოვატ-საათი ელექტროენერგია აჭარბებს G-Power-ის ფლობელობაში არსებული გაზის თბოელექტროსადგურის 1 კილოვატის საათის ფასსაც კი, რომელიც დღის მდგომარეობით არის 8.58 მიასედი თეთრი. რა კავშირი აქვს ახლა ის, რომ ენგურჰესი თურმე არის სტრატეგიული ობიექტი, რატომ უნდა მხოლოდ პარამეტრების გამოდის და ვიღაცების კერძო პირადი მოსაზრებების გამოდის, რომ ხუდონჰესიც მნიშვნელობაზე საუბრობ. არა, ქვეყნის მნიშვნელობაზე ზუსტად ამას საუბრობ. რაც შეეხება ფასს, მას შორის ენერგეტიკის სამინისტრო საუბრობს, რომ 2018 წლისთვის, როდესაც უნდა შევიდეს, თუ შეიძლება დავასრულებ იმ დროისთვის მისი ღირებულება იქნება საქართველოსთვის მომგებიანი გამომდინარე იქედან რომ გაიზრდება ფასი. რა იქნება და გამოთვლილი აქვს ეს სამინისტროს 133 მილიონი კილოვატ-საათზე აქვს ლაპარაკი. უნდა მოვასწროთ კიდევ ერთი თემა, უფრო მეწზე არის საუბარი სამინისტრო, უფრო მეწზე საუბრობს. არა, სამინისტრო რა საუბრობს, აქ არა აქვს ამას მნიშვნელობა, იმიტომ რომ არსებობს ხელშეკრულება. ისინი რას თვლიან უკაცრავად და დაჯდნენ და დაწერონ ენერგეტიკის განვითარების ბატონი ლევანი დაგვეჩაგრა მთელი ამ დროის განმავლობაში. მინდა მის ეკონომიკურ მნიშვნელობაზეც ვისაუბროთ. თქვენ ეკონომისტი ბრძანდებით, ესეც არის ერთ-ერთი არგუმენტი, თუ რატომ უნდა აშენდეს ხუდონჰესი, ბატონი დავითიც დამეთანხმება, თქვენ როგორ შეაფასებდით მის მნიშვნელობას აქ საუბარი. ბატონი ილია ელოშვილი ადრეც საუბრობდა ჩვენთან ინტერვიუში, რომ ენერგეტიკული საკითხები რომ დავივიწყოთ, ცალკე აღებული საწარმოო, იმდენად დიდი ინვესტიციაა, რომ ის საქართველოს მოუტანს სარგებელს. სამნიშნელოვანია, მე ვახსენე კიდევაც $1.2 მილიონიანი ინვესტიცია და უპრეცედენტო მასშტაბი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია. მოდით პირდაპირ თქვა, ქვეყნის მშპ-ში, ანუ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში და ძალიან მარტივი ასე ვთქვათ, კორელაციითაც კი შესაძლებელია, ბუნებრივია შეიძლება არ დამეთანხმო თქვა, მაგრამ მე კორელაცია უბრალოდ. იცით რა, უკაცრავად მე თუ შეიძლება ჩემს საქმეს ვიტყვი, ხო, ნახო არ გაწყვეტინებთ თქვენ. ქვეყნის მშპ ზრდაში მხოლოდ ხუდონის პროექტი შეიტანს დაახლოებით 1-დან 1.1%-მდე მხოლოდ ეს ერთი პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც საუბრობდა ბატონი ანზორიც, ერთიან კომპლექსში წარმოვიდგინოთ, ერთიანი ჯაჭვი წარმოვიდგინოთ ხუდონის, ენგურისა და ვარდნელის კასკადი. შოროცով საუბრობთ ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის ზრდაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი უნდა შემცირდეს, მაგალითად, თქვენ ფასებიც ახსენეთ 5.94 ცენტი, რომელსაც 2020-დან 2027 წლამდე ხუდონი სახელმწიფო შეასყიდის ამ ფასად 133 მილიონი კილოვატ-საათი. ამ 133 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგიასაც ხელშეკრულებით არის განსაზღვრული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი ენერგია აბსოლუტურად მთელი მოცემის ოდენობა საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიყიდება. ეს არც არავის არ უთქვა. ტარიფი არ არის განსაზღვრული, მაგრამ გავიხსენოთ, ჩვენ დღეს რუსეთისაგან 10 ცენტიან ელექტროენერგიას ვყიდულობთ. 2020 წლისთვის, როცა ხუდონი სავარაუდოდ უნდა ამოქმედდეს, რა ეღირება რუსული ელექტროენერგია. გავითვალისწინოთ ისიც, რომ რუსული ფასწარმოქმნის კომპონენტი ჩვეულებრივ საბაზრო პრინციპებს სცილდება და რუსული ელექტროენერგიის ფასში ყოველთვის დევს პოლიტიკური კომპონენტი. მე მსურს უკაცრავად. მე მსურს დიდხანს საუბრობთ ბატონ დავით, რომ ჩემი ქვეყანა მაქსიმალურად ენერგოდამოუკიდებელი იყოს რუსული პოლიტიკური ელექტროენერგიისაგან, რუსული პოლიტიკური ფასიდან ელექტროენერგიაზე. ყველა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით 2020 წლისთვის რუსულის ელექტროენერგიის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. რას იძლევა ხუდონი? ხუდონი საშუალებას იძლევა ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ თავის მიერ გამომუშავებული და ენგურზე და ვარდნილზე გაზრდილი სიმძლავრის მიხედვით ჩვენ საშუალება გქონდეს რუსული ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ფასით 10 ცენტიანი ელექტროენერგია ჩავანაცვლოთ ქართული გაცილებით იაფი ელექტროენერგიით. ეს ბიუჯეტს აძლევს ეკონომიას. რა ეკონომიას ლაპარაკობთ? უკაცრავად, ძალიან დიდი ბოდიში რა. უკაცრავად რა, დავამთავრებ რა. ხო თქვენ ძალიან ბევრი ისაუბრეთ და მეც მომეწით საშუალება ესეთ დებატების რეჟიმში ხო ვერ ვისაუბრებთ, არა? ეს ბიუჯეტს საშუალებას აძლევს დაახლოებით 35 მილიონი ყოველწლიური ეკონომია გააკეთოს. ოპონენტმა შეიძლება თქვას, რომ ეს არის ცოტა, ან შეიძლება თქვას ბევრი. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ბევრი. ჩემთვის ეს არის მოცემულობა.
ჩემთვის მოცემულობაა ის, რომ ხუდონის ამოქმედების შემდეგ ბიუჯეტი დაახლოებით 50-დან 55 მილიონამდე ლარს მიიღებს. აქაც შეიძლება ოპონენტმა თქვას, ეს არის ბევრი თუ ცოტა. ჩემთვის ეს არის შესაძლებლობა. ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ ამ პროექტის რეალიზაციის საშუალებით ერთის მხრივ ბიუჯეტმა მიიღოს სარგებელი, მათ შორის სვანეთის ადგილობრივმა ბიუჯეტმა შემოსავლები მიიღონ იმ კომპანიებმა, რომელიც ელექტროგადაცემას ახორციელებენ და ამავდროულად ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი ქვეყნისა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ვიღაცისთვის ეს ბევრია, ვიღაცისთვის ცოტა. კიდევ ერთი არგუმენტი, რაც არის ქონების გადასახადთან დაკავშირებით, რომელსაც უკვე იხდის ტრანსატლანტიკა 600,000 ამერიკულ დოლარზეა საუბარი. დიდი ბოდიში, მაგრამ აქ ისე გამოდის თითქოს ხუდონი რომ შენდება მე ზარალი სახელმწიფომ არ მიიღო, თითქოს სახელმწიფომ არანაირი ვალდებულებები არ აიღო და რაც ყველაზე მთავარი დავიწყებ პირველით. აქ ნახსენები იყო კორელაცია. ეკონომიკაში პირდაპირი და მით უმეტეს პირდაპირ პროპორციული კორელაცია მთლიან შიდა პროდუქტსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შორის არ არსებობს. ბუნებაში არ არსებობს. არ არსებობს. ნებისმიერ ეკონომის წაიკითხეთ, მაშინ რა ვიცი, ეკონომიკა და მითხარით, აბა სად ამოიკითხათ? კი ბატონო, აუცილებლად გავითვალისწინოთ. მეორე საკითხი რა 55 მილიონ ლარზის შემოსავლებზე არის საუბარი, როდესაც ელემენტარულად საშემოსავლო გადასახადი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში წერია გაბერილი, არის 21.53 მილიონი ლარი. დათვალეთ ეს მონაცემები. ძალიან მარტივი გამოსათვლელია ეს. კი არ ჩვენ კი არ დავთვალეთ, უბრალოდ არსებული მონაცემები, რაც იყო გავრცელებული კომპანიის მიერ და მის მიერ დაქირავებული კონსულტანტების მიერ, უბრალოდ გადავთვალეთ და არის ეს მონაცემები გაბერილი. ძალიან მარტივი. აი მაგალითად საშემოსავლო გადასახადი. ტელევიზიებიდან გვესმის, რომ საშემოსავლო გადასახადის სახით ხუდონჰესი გადაიხდის 38 მილიონ ლარს. გეზშ-ში წერია 21 მილიონი ლარი. ეხლა იმისთვის ტელევიზიებიდან გვესმის ძალიან ფართოა, რასაც თქვენ ამბობთ. სწორედ გეზშ-ს მონაცემები 21 მილიონი ხო წერია 21.53 მილიონი ლარი. ფიზიკურად შეუძლებელია კომპანიამ შენებლობის დროს გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადის სახით 21 მილიონი ლარი. აი და ახსნი რატომაც. იმისთვის რომ ამხელა საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს, ამისთვის სახელმწიფო ფონდი უნდა შეადგენდეს 107 მილიონ ლარს. ანუ გავთ 7 მილიონი რო არ არის სახელმწიფო ფონდი? უკაცრავად დამამთავრებინეთ რა 107 მილიონი ლარი ეს არის ყოველწლიურად ისევე კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით რომელიც არის 200 მილიონი დოლარი ეს არის რომელიც ესე დაყოფილად უნდა იყოს ჩადებული ინვესტიციები ყოველწლიურად ეს არის განსახორციელებელი აი ამ ყოველწლიური ინვესტიციების 33%-ზე მეტი რაც ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის არის აბსურდი ეს იმას ნიშნავს რომ კომპანია იხდის მარტო ხელფასებს არაფერს არ აკეთებს ესეთი რა არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ფონდი, ესე არის მიღებული და თუ პრაქტიკას გადავხედავთ სხვა პროექტებისას ძალიან ნათელია 15%-ს. ეხლა მეორე საკითხი დავაყენოთ, რა ქვია, იმასთან მიმართებაში, რა ქვია, მოგების გადასახადთან დაკავშირებით. ძალიან მარტივი არის შენებლობის დაწყებიდან პირველი 20 წლის განმავლობაში იმიტომ რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი ამის საშუალებას იძლევა რომ მან 10 წლის განმავლობაში გადაანაწილოს გაატაროს განხორციელებული ინვესტიციები ხარჯად პირველი 20 წლის განმავლობაში საერთოდ არ გადაიხდის მოგების გადასახადს ინვესტორი ტყუილი სათამოიკითხეთ რომ სიმართლე არის მითხარით საქართველოს საგადასახადო კოდექსში რა არ წერია 22 მუხლში რომ 10 წლის შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოს და გადაინაწილოს ხარჯი არ წერია რა თქმა უნდა შეუძლია არ მიმართავს პატეოსანი კაცია თუ რა მე გეუბნებით რომ მილიარდ 200 მილიონი დოლარი როგორ უნდა უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიში 2020 წლიდან ორგანიზაცია იწყებს მოგების გადასახადის გადახდა ძალიან ცოტა დრო რჩება. ბუნებაში არ არსებობს. ეხლა დავიწყოთ უკაცრავად. ძალიან ცოტა დრო რჩება და ნუ შევხვდით პოლემიკაში. ფაქტი არის. არა, მოდი ფაქტებზე ნუ ვისაუბრებთ ის რაც არ არის მომხდარის ფაქტი. როგორ ამოიღებს? ძალიან მაინტერესებს. მილიარდ 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია. აკრიტიკებთ ალტერნატივას რა წარმოგიდგენთ. როგორ შეუძლებელია 20 წელიწადი მოგების გადასახადს არ გადაიხდეს. ძალიან ცოტა დრო რჩება და ერთი კითხვაც მინდა მოვასწრო. ეხლა რა შეიძლება დანახარჯების სახე უნდა იმიტომ რომ ძალიან მოკლედ. ძალიან მოკლედ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საერთოდ ისე ავიწყდებათ ხოლმე ეკონომისტებს, რატომღაც ხუდონის მომხრე ეკონომისტებს ახსენონ პროექტის შემოსავლების, ანუ მისაღების სარგებლის დღევანდელი ღირებულება, ეგრეთ წოდებული present value. არსად არ არის ეს გაკეთებული და მხოლოდ განცხადებები გვესმის, რომ 20 წელიწადში ამდენი შემოსავალი იქნება და ეს არის თუმე მოცემულობა. აი 20 წელიწადში მიღებული შემოსავლის დღევანდელი ღირებულება სად არის დათვლილი? იმიტომ რომ დღეს სახელმწიფომ უკვე გაიღო სერიოზული დანახარჯები, კერძოდ სახელმწიფომ 1500 ჰექტარზე მეტი მიწა, მათ შორის ტყის მასივები, მათ შორის არსებული გზა, მათ შორის დაურეგისტრირებელი მოსახლეობისათვის დაურეგისტრირებელი ქონება და მათ შორის საბჭოთა კავშირის დროს ხუდონჰესზე შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება აჩუქა ინვესტორს $1. თუმცა უკან პირობით კი არა, აჩუქა, პირობით რო გაგდასა რა მე არაჩუქა, არ შევიდა? არა, ჩუქება აბსოლუტურად სხვა არის და პირობით გადაცემა არის სხვა. პირობით გადაცემა ნიშნავს $1 დავამთავროთ და მოკლედ და ვასრულებთ. $1 გადასა. ანუ სახელმწიფომ და აიღო ვალდებულება. მიწის აზომვა ხდება და უკან დაბრუნება რაც თავიდან უნდა შეისყიდონ. ეს არის დარღვევა პირდაპირ 4.12 პოლიტიკის ხელშეკრულებაში განსაზღვრული მსოფლიო ბანკის 4.12 პოლიტიკის და ამას არღვევს როგორც ენერგეტიკის სამინისტრო ამ შემთხვევაში, ასევე ტრანსელექტრიკა, იმიტომ რომ ეს პროცესი სოციალურ საკითხს ცოტა სხვა საკითხი და ამას ამიტომ მათქმები დამასრულებინეთ. ასევე სახელმწიფომ აიღო ძალიან სერიოზული ვალდებულებები, კერძოდ ჯვარი ხორგას გადამცემი ხაზის მოწყობის, რომელიც პირდაპირ ხუდონჰესის პროექტთან არის დაკავშირებული, ასევე 500 კილოვოლტიანი. ერთი წუთი მაცალეთ რა. 500 კილოვოლტიანი ქვესადგურთან დაკავშირებით და ასევე ხუდონი ჯვარის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის აიღო სახელმწიფომ. რეალურად მთლიანი საპროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს არა ეგრეთ წოდებულ $1.2 მილიარდ, როგორცაც ინვესტორები და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციები აცხადებენ, არამედ ძალიან სერიოზულად დაახლოებით $3 მილიარდ-მდე ქონებაზე არის აქ საუბარი, რომელიც დაახლოებით $1 მილიარდამდე, მინიმუმ $1 მილიარდამდე სახელმწიფომ აჩუქა $1 აჩუქა ინვესტორს და ისე აჩუქა, ისე აჩუქა, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ერთი საკითხი, ისე აჩუქა, ანუ $1 ისე გადასცა, რომ წილიც არ მოუთხოვია კომპანიაში, რაც ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მათ შორის, როდესაც ნორვეგიის მაგალითს იხსენებთ, ისიც კარგად გაიხსენეთ, რომ ნორვეგიაში სახელმწიფო კომპანიები აშენებენ ჰიდროელექტროსადგურებს და არა გაურკვეველი წარმოშობის ტრანსელექტრიკა ლიმიტები. მე ბედნიერი ვიქნებოდი ჩემს სახელმწიფოს, რომ შეეძლოს დღეს მსგავსი ტიპის და მსგავსი მასშტაბის საინვესტიციო პროექტების განხორციელება, მათ შორის ენერგეტიკაში. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს დღეს არ აქვს საშუალება $1.2 მილიონი თავისუფალი ფულადი რესურსი გამონახოს და თვითონ იყოს ასე ვთქვათ ამშენებელი და ასე ვთქვათ მართველი ამა თუ ინვესტორი ამ პროექტისა. ძალიან დიდი მადლობა უნდა დავასრულოთ. ამით გადაცემის ეს ნაწილი დასრულებულია. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს. ჩვენ დაბრუნდებით მეორე ნაწილში. ჩვენი სტუმარი იქნება ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ბატონი ილია ელოშვილი. არ გადართოთ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ჩემთან ერთად სტუდიაში იმყოფება ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ბატონი ილია ელოშვილი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ილია სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენ ხუდონჰესის შესახებ საუბრობთ და პრინციპში ძალიან ცხელი დისკუსიის შემდეგ დავბრუნდით და ბატონი ილია სურდა რომ კომენტარი გაეკეთებინა თავიდან. მოგესალმებით პირველად თქვენ სტუდიაში. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობთ მობრძანებისთვის. და საკმაოდ ცხარე დებატები გქონდათ, უსმენდი ნაწილობრივ რაღაცა, მაგრამ
მინდა უბრალოდ პატარა ეს ექსკურსივი ჩავატაროთ აი ამ ერთწლიანი ჩვენი ასე ვთქვათ მუშაობასთან დაკავშირებით სამინისტროსი. და გითხრათ რომ აი ხშირად ძალიან გვიკვირს ხოლმე ესეთი დამოკიდებულება რაც დღეს ჩვენ დავინახეთ თუ ამას მუდმივად ხედავდით და ალბათ დავინახავთ კიდევაც ამგვარი მიდგომა რაღაცა ესეთი აგრესია თითქოს და აი ვინც აშენებს დაუშვათ ის არის მტერი რაღაც ქვეყნის და ადამიანები რომლებიც ამის წინააღმდეგები არიან ისინი არიან ყველაზე დიდი მამულიშვილები და ყველაზე მეტი იციან და ყველაზე კარგი ადამიანები და რაღაც აქეთ არის ცუდები და აქეთ არიან კარგი ადამიანები ასეთი გაყოფა ხდება ხოლმე სამწუხაროდ ხშირად რაც პირადად ჩემთვის მიუღებელია მე ვთვლი რომ ესეთი დიდი პროექტები პირიქით გამაერთიანებელი უნდა იყოს საზოგადოების და არა გახლეჩვის და რაღაცა ესეთი დაპირისპირების საგანი მაგრამ ნუ აქამდე ჯერჯერობით როგორც ჩანს ვერ მივედით ჩვენ როგორც საზოგადოება უნდა გავიზარდოთ კიდევ უნდა რაღაცა დრო გავიაროთ რომ აქამდე მივიდეთ. ეხლა ერთ რამეს გეტყვით. მინისტრმა და სამინისტროს გუნდმა ის სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, როგორც კი ჩვენ სამინისტროში მივედით, ნუ ესეთი აი ესეთი ბრძოლა გადავიტანეთ და ვიბრძვით ერთი წელიწადია და იყო ჩვენზე შემოტევები თავიდანვე რიგი არასამთავრობოების ადამიანების, ეგრეთ წოდებული ექსპერტების მიერ და პირველი მოთხოვნა იყო, რომ საერთოდ გააჩერეთ ყველა პროექტი, რომელიც ახლა ხელმოწერილია, გადავხედოთ შევცვალოთ, რაღაცები გავაკეთოთ, მე 1-2-3 წელიწადი ვიფიქროთ და ამის შემდეგ მე გავაგზავნოთ თუ გავაგზავნოთ. ხა თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ დაახლოებით 45 ხელმოწერილი მემორანდუმის გაჩერება რამხელა პრობლემა იქნებოდა, მაგრამ ეს ამას იმიტომ ვიძახე, რომ ამგვარი მიდგომებიდან დავიწყეთ ჩვენ საერთოდ არა ხუდონზე კი არ იყო საუბარი, ნებისმიერი 1 მეგავატიანი ჰესებიც კი უნდა გაგვეჩერებინა და ამის უამრავი დოკუმენტური მასალა არსებობს, ტელეგადაცემები თუ წერილობითი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ჩვენ არაფრის გაჩერებას არ გაგვიჩერებია და არც ვაპირებთ ეს არის სრულად ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა რომ ხელი შეუშალო ინვესტორებს რომლებიც მოდიან და შენ გაქვს სფერო ქვეყანაში ისეთი სადაც კიდევ შემოდიან და დებენ რაღაც გარკვეულ ინვესტიციებს და შენ მივარდე და გააჩერო იმიტომ რომ შენ რაღაც ეჭვი გეპარება შენ უნდა გადახედო ეს ყველაფერი უნდა გაიაზრო ესე ხო არ ხდება საერთოდ რეალურ სამყაროში ხო ამიტომ შესაბამისად ჩვენ სრული სიამაყით მინდა გითხრათ რომ ეს ყველაფერი გადავიარეთ და ყველა პროექტი რომელიც იყო დაწყებული დიდი წარმატებით გრძელდება არც ერთი პროექტი ჩვენს გამო არ ჩავარდნილა ერთ-ერთი უკაცრავად გაწყვეტინებთ მაგრამ ერთ-ერთი დაპირება ქართული ოცნების წინასაარჩევნო ჩვენ ვიცით იყო ის რომ დიდი ჰესები აღარ უნდა აშენებულიყო და მართლაც სულად უნდა აშენებულიყო პატარა და საშუალო მცირე და საშუალო ჰესები თქვენი აზრით ესეც ხომ არ იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი იმიტომ რომ ხშირად თქვენ ამას გახსენებენ ხოლმე დღეს იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები როდესაც ხუდონ ჰესის აშენებას ეწინააღმდეგები ჩვენ ხშირად გვახსენებენ ამას და გვახსენებენ ის ხალხი რომლებმაც დაწერეს ეს ნაწილი ამ ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამის და ეს საზოგადოება რომლებიც წერდნენ ამ ძალიან მცირე დროის მონაკვეთში რა თქმა უნდა და იმ პირობებში ხა ყველაზე კარგად გვახსოვს მაშინ რა პირობები და რა პირობებში მიმდინარეობდა საარჩევნო ბატალიები ხო და აი ამ ყველაფრის ფონზე მე ვთვლი რომ შეუძლებელი იყო რაღაცა იდეალური დოკუმენტის შექმნა ეს ამს ყველამ უნდა ვაღიაროთ ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რომელიც ახლა დღეს ჩვენ ამოვიღოთ და ყველა ესეთი ბუკვალურად ესე ნაბიჯ, სტრიქონ ყველაფერს მივყვებით. დიახ, რაღაც ნაწილი მისი იყო გადასახედი, ჩვენ ამას გადავხედეთ და ვნახეთ რომ დიდი ჰესების შენებლობა, რაც შეეხება დიდი ჰესების შენებლობას, როდესაც იყო ამ ნაწილი ამ საარჩევნო პროგრამის, ჩვენ პირველ ეტაპზე მოვეკიდეთ ძალიან დიდი სიფრთხილით გადავხედეთ, გავიაზრეთ კარგად, იყო ძალიან ბევრი რაუნდები და ახლა მე ამაზე ცალკე კიდევ გეტყვით დიდ ჰესებთან დაკავშირებით. რა ეტაპები გამოვიარეთ ჩვენ ასევე ამ ჩვენი ამ ერთწლიანი მუშაობის პერიოდში. ესე იგი, პირველი შეტევა, რომელიც იყო ჩვენზე, ასევე აი ამ არასამთავრობოებისგან თუ სხვა ორგანიზაციებიდან, იყო ის, რომ ეს დიდი ჰესები რაღაცა კატასტროფა, ატომური ბომბის დონეზე იყო განხილული, ესე იგი, ანგრევს საერთოდ ესე აღარ ტოვებს იქ არაფერს, ქვაქვაზე და ასე შემდეგ. და ეკოლოგიურად ეს არის რაღაც დიდი კატასტროფა, რომ ნუ აი რაღაცა ხო, ნუ გავიარეთ ეს ეტაპი, ჩამოიყვანეთ ჰოლანდიელები, მათ ნახეს, ესე ძალიან ნორმალური ხალხი. ჰოლანდია არის ქვეყანა, სადაც ნახევარი ჰოლანდია დატბორეს ჰოლანდიელებმა იმისთვის, რომ თავისი ეკონომიკა შეექმნათ და კლიმატი შეცვალეს საერთოდ თავისი ქვეყნის კანალების ზღვა შემოიყვანეს ფაქტურად ხმელეთში, ხო? ის ხალხი ჩამოიყვანეს იმ იმედით, რომ ეხლა ესენი იტყოდნენ, რომ 5 კვადრატული კილომეტრი რომ რაც არის არკის ზედაპირი ხუდონის, თურმე ეხლა თქვა ტბორავს თლიანად სვანეს და ქვეყანას და ანადგურებს საქართველოს. ეს არ გამოვიდა, რა თქმა უნდა, ამ ხალხმა დაწერა დასკვნა, რომ საჭირო რომ ყველაფერი წარიმართოს საერთაშორისო სტანდარტებით, ეს არის ჩვეულებრივი ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომლის მსგავსი ძალიან ბევრი განხორციელებულა ჩვენამდეც და ჩვენ შემდეგაც აუცილებლად განხორციელდება. ეს ეტაპი, ეკოლოგიური ეტაპი გავიარეთ. ამაზე არგუმენტები აღარ ქონდათ საერთოდ.
შემდეგი ეტაპი იყო, რას აძლევს ეს დიდი ჰესები, თქვათ, ქვეყანას და რამდენად ეკონომიურად სარგებლიანია აი ამ დიდი ჰესების და კერძოდ უკვე ეს მიდიოდა უკვე კონკრეტულად ხუდონის მაგალითზე, ამაზე აპრე დღესაც ამაზე იყო ესე დიდი ჟაბაასი და ესეთი ცხარე დებატები. აი ძალიან მარტივად ყოველნაირი ციფრებსო თავი დავანებოთ ელემენტარულად თქვათ ესეთი რაღაცა. ეს ხომ ვაღიარებთ რომ ეს არის საწარმო და ეს არის ინვესტიცია, ხო? დაახლოებით მილიარდიანი თუ მილიარდ 200 მილიონიანი, ამას კიდე დრო გვაჩვენებს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სავარაუდოა და თქვათ მილიარდიანი იქნება თუ მილიარდ 200 მილიონიანი, ამას რეალური მშენებლობა გვაჩვენებს უკვე, მაგრამ ხომ არის ეს ინვესტიცია, სერიოზული ინვესტიცია ქვეყანაში? ანუ შენდება საწარმო, ხო? ხაზი მინდა გაუსვა, რომ არც ერთი ჰესი, არც მცირე, არც საშუალო და არც დიდ შესაბამისად, არც ხუდონი არანაირი ვალდებულებებისგან განთავისუფლებული არ არის, რაც არსებობს ქვეყანაში. ანუ საშემოსავლო ქონების გადასახადი და ასე შემდეგ და ასე. ანუ ყველანაირი გადასახადს, რასაც კი ნებისმიერი საწარმო, მინდა იყოს ეს მანქანების წარმოება, იყოს ეს რა ვიცი, ავეჯის წარმოება თუ ნებისმიერი საწარმო, ანალოგიურად იხდის ჰესი. მეტსაც გეტყვით, პირიქით, არათუ რაიმე უპირატესობა აქვს, მას აქვს პირიქით გაუარესებული მდგომარეობა, იმიტომ რომ შენ ეუბნები ჰეს, რომ შენი პროდუქციის დაახლოებით 20% ზამთრის პერიოდში, ამ შემთხვევაში რაც არის ხუდონის დაახლოებით 150 მილიონი კილოვატ-საათი, შენ უნდა დამიტოვო მე ქვეყანაში და უნდა დამიტოვო იაფად, ანუ ფაქტურად თვითღირებულების ფასად. ანუ ეს კიდე დამატებითი სიმძიმე აწვება ინვესტორს, რომელიც შემოდის და შემოაქვს ინვესტიციას ქვეყანაში, ხო? აი ამ ყველაფრის ფონზე რაზე დაობენ დღეს აი არ მესმის 20 მილიონი იქნება, 30 მილიონი იქნება, 25 მილიონი იქნება, ეს ჯერ არავინ არ იცის. საუბრობენ რომ ამ პროექტის უკეთ განხორციელება შეიძლება და უკეთესი ხელშეკრულების მომიყვანეთ, შემთხვევაში ოპონენტების არგუმენტებს. ხელშეკრულება, ეხლა ეს ხო არ არის რაღაცა ხელშეკრულება ქაღალდი, რომელსაც ხელშეკრულების აქეთ და იქით ხარეს არის ორი მხარე, ხო? ამ შემთხვევაში მეორე მხარეს იყო ის, ვინც იყო ყავთ უკეთესი, მომიყვანეთ, მაჩვენეთ სანთლით მოძებნონ თუ როგორც რანაირად რა ვიცი, სადმე იპოვეთ ესეთი ინვესტორი, რომელიც უკეთეს პირობებს ჩვენ შემოგთავაზებს და შეიძლება დაველაპარაკოთ აი ამ კონკრეტულ ინვესტორს, გადავიდეთ სხვა ინვესტორზე. არსებობს გაშვების წესიც დაუშვათ ინვესტორის, ხო? და უკეთეს პირობებზე გადასვლის, მაგრამ როცა მსგავსი არაფერი არ არსებობს, როცა არ არსებობს ინვესტორები, რომლებიც მზად არიან ხუდონი საკმაოდ პრობლემატური პროექტია თავისთავად ხუდონი. არ იფიქროთ, რომ მართლა ეს რაღაც ეხა ეს ინვესტორისთვის ძალიან მიმზიდველია. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ ჩვენ დავფიქრებულ კიდევაც, რომ რამდენად მომგებიანია ეს ინვესტორისთვის, მათ აქვს ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზული ოპტიმისტური გათვლები თურქეთის ბაზარზე, რომ შემდგომში ძალიან საკმაოდ მაღალი ფასად უნდა გაყიდონ ელექტროენერგია წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ვერც კი ამოიღონ ეს თავის ჩადებული დანახარჯები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ ესე მარტივად იცით რა არის აი უკეთესზე კიდევ ყოველთვის შეიძლება, ხო სწორია? ყველაზე კაი ვარიანტი, მე გეტყვით რაც არის ყველაზე კაი ვარიანტი, მოვიდეს ვინმე არ ვიცი, აი არანორმალური ესე ვთქვათ ინვესტორი, რომელიც აიღებს და მილიარდ დოლარს ჩადებს თქვათ ამ იმაში და გვაჩუქებს ძალიანად აგერ თქვენ ხუდონ ჰესი ელექტროენერგიაც იყოს უფასო თქვენი მოიხმარეთ რაღაცა მე წავალ 10 წელი სადღაც მოგშორდები და მე ჩამოვალ და იქნება მეც რაღაცა მე გავყიდო და ასეთი რამე ხო ბუნებაში არ არსებობს ხო ანუ ის ინვესტორი ხო აუცილებლად მოითხოვს რომ კი ბატონო მე გიტოვებ შენ ამ 20% შენ ქვეყანაში და ზამთრის განმავლობაში და დანარჩენი მომეც საშუალება რომ მე ვივაჭრო ამით და მოგებავნახო ეს რამე არაბუნებრივია არანორმალურია რაიმე პრობლემა რა შეიძლება სარგებელს ამ პირობებში სარგებელს და ეხლა კიდე მეცაც გეტყვით რა არ გვჭირდება ჩვენ გაზაფხული ზაფხულზე ელექტროენერგია ხუდონის აი რომც დაგვიტოვოს აქ ადგილზე იმ 5 და 84 ცენტად რაც ყველაზე დაბალი ფასი არ გვჭირდება არ გვაქვს ჩვენ იმდენი მოთხოვნა გაზაფხული ზაფხულზე პირიქით უნდა ხელი შევუწყოთ რომ გაიტანოს ეს ყველაფერი და ის ხაზი იყოს დასაქმე დატვირთული რომელიც რომელიც აშენდა თურქეთისკენ და ასე შემდეგ და ანუ რატომ აი ეს არ მეცმის რას განიხილავენ რა არ მოწონთ რა შეიძლება სარგებელს ამ არსებულ პირობებში მაყურებლისთვისაც რომ ცხადი იყო რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა ხუდონ ჰესის აშენებით რომელიც 2018 წელს აქაც ძალიან ისეთი კითხვა როცა ხშირად აი ესეც საკმაოდ საინტერესო კითხვაა ენერგეტიკული თვალსაზრისით თუ ჩვენ საუბრობთ ეკონომიკურ თვალსაზრისით მიიღებს ზუსტად იგივე სარგებელს, რასაც მიიღებდა, რომ შენდებოდეს მილიარდ დოლარად, შემოდიოდეს და შენდებოდეს ავეჯის ქარხანა ან იმის არ ვიცი, ნებისმიერი სახის საწარმო. ეკონომიკურ ეფექტზე საუბრობთ, თუმცა ენერგოდამოუკიდებლობა არის ეს ერთ-ერთი რაც ხშირად გვესმის. და ენერგოს რაც შეეხება, რაც მიიღებს ენერგეტიკულად, მიიღებს ზუსტად იმას, რასაც ის იღებს, ქვეყანა იღებს სხვა ნებისმიერი ჰესიდან. ანუ 20% მის მიერ გამომუშავებული ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიას დატოვებს ქვეყანაში. იაფად. ეხლა ამას აქ დამატებით კიდევ ერთი კარგი, ესე ვთქვათ, მხარე,
რომ ხუდონ-ჰესის აშენებით ჩვენ ფაქტიურად დამატებით ენგურზე და ვარდნილზე ვიღებთ მინიმუმ სიტყვი 300 მილიონ კილოვატ-საათს ზამთრის პერიოდში დამატებით ელექტროენერგიას. ეს არის უბრალოდ ეხა ტექნიკურად ალბათ ბატონი ანზური კარგად ახსენდა ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არის უკვე დარეგულირების ორი კაჩხლის დარეგულირების ხარჯი ამ წყლის და ასე შემდეგ, ეს არის რეალობა, ამაზე არავინ არ დაობს. ფაქტიურად გამოიცა ხუდონის აშენები ჩვენ კიდე დამატებით ვიღებთ და ეს არის 300 მილიონი გამომუშავება არის ჟინვალის გამომუშავება წარმოიდგინეთ. და ჟინვალის სარკის ზედაპირი ორჯერ მეტია, 11 კვადრატული კილომეტრია, ვიდრე ხუდონის ზედაპირი. ესე იგი რა გამოდის რომ მე ხუდონის აშენებით ფაქტურად ვიღებ ის ერთ ჟინვალის აშენების გარეშე, ანუ მის სარგებელს იგივეს რაღაც მივიღებდი რომ ამეშენებინა ჟინვალის ტიპის ამხელა ელექტროსადგური, ხო? ანუ ჯამში აი ელემენტარულად რო დავთვალოთ, აი მარტივი მათემატიკით თუ არითმეტიკით, ჩვენ თუ ავიღებთ რომ 150 მილიონამდე, ვთქვათ, მეც არ ვიტყვი, ვთქვათ 150 მილიონამდე ხუდონის ელექტროენერგია, 5 და 84 ცენტად და 300 მილიონი ენგურის და ვარდნილის ელექტროენერგია 1.18 თეთრად, რაც არის ამ ენერგიის ფასი, რო შევაჯეროთ, რო გავყოთ და გავასაშუალოთ ეს ფასები და ეს მოცულობები, ვიღებთ დაახლოებით 2.5 ცენტიან ელექტროენერგიას 500 მილიონ კილოვატ-საათს 2018 წელს. ეს არის ძალიან კარგი შედეგი, ანუ ეს არის ისეთი ოქროს ენერგია იქნება ეს 2018 წელს, როცა ფასები ალბათ არ არტყამს ჩვენს მეზობლად უკვე 11-12 ცენტს, ალბათ ყველა ნებისმიერ ჩვენს ირგვლივ ამ პერიოდში უკვე იქნება ძალიან ძვირდება ეს ენერგია, არანაირად არ იაფთება და ამას ნებისმიერ ჭკუატყოფილი ხა ექსპერტი კი არა, ჩახედული საქმეში ადამიანი გეტყვით რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენს ირგვლივ არაფერი არ გაიაფთება, ყველაფერის ფასი მოიმატებს და ჩვენ თუ ეხლა არ შევქმნით ჩვენი ენერგია, ჩვენ თუ ეხლა ინვესტორებს ჯოხით გამოვიყიდეთ და მოგება უთვალე რომ შენ ეხლა მოგებას რამდენს აკეთებ აქ და ჯიბეში, ანუ ეს რა ფსიქოლოგია საერთოდ რომ კერძო ინვესტორი აკეთებს იმას მოგება რომ ნახოს ეს გასაკვირია რაღაც სუდი ამაში ეს რომელ წლებში ბრუნდები ჩვენ რაღაც 30-იან წლებში ბრუნდებით თუ საერთოდ მივდივართ ხო საერთოდ ანუ რა არის უცნაური იმაში რომ ინვესტორი შემოვიდეს ჯადოს თანხა და მოიგოს იმ პირობებში რომ იმას არანაირ უპირატესობას არ ანიჭებ ისევე ყადაღებული კიდევ ეს მიწების საკითხი ხო 1500 ეს ვიცი რომ ეს ერთ-ერთი არგუმენტია ხომ და 1500 ჰექტარი გადაცეს ინვესტორს ერთ ლარად კი ბატონო, გადაცეს. ეხლა გეტყვით მაგას. სახელმწიფოს აქვს პირველ რიგში მე ერთ რამეს გეტყვით რომ სახელმწიფოს აქვს ამისი უფლება, რომ თუ კი პირობით გადასცეს გარკვეული ქონება, იქნება ეს მიწა თუ რაიმე სხვა ტიპის ქონება. ამის უფლება არავის და ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს რომ იმ მიზნით რომ მოიზიდოს იმ მომენტში, დროის იმ მომენტში, მოიზიდოს ინვესტორი რაღაცა ახალისების მიზნით გადასცეს გარკვეული მიწა სიმბოლურ ფასად, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი რომ 1500 ჰექტარი გადაცემული მიწიდან, როგორც კი დასრულდება მშენებლობა, 1000 ჰექტარი ისევ დაუბრუნდება სახელმწიფოს, იმიტომ რომ 500 ჰექტარზე მეტი ხუდონ-ჰეს არ ჭირდება. ფართობი მისი არის მხოლოდ 500 ჰექტარი. 500 ჰექტარი ეს არის ფერდობებში მოქცეული მიწა, რომელსაც დღესდღეობით ძალიან ცოტა მისი ნაწილი გამოიყენება საცხოვრებლად კი არა, უბრალოდ აი გამოყენებაც კი ძალიან მცირე ნაწილი ხდება ამ 500 ჰექტარის, რომელიც აუცილებლად აუნაზღაურდებათ ადგილობრივ მოსახლეობას. ეხლა ერთი კიდე მე დავუმატო და დაახლოებით 2 წელია უკვე $600,000 იხდის ინვესტორი ქონების გადასახადს, ანუ არანაირი გადასახადიდან არ გაუთავსებია ეს მიწა. 1.200.000 უკვე $1.200.000 შეტანილი აქვს დაახლოებით სვანეთის ბიუჯეტში უკვე. რითაც სხვათა შორის საკმაოდ ძალიან წაადგა და მადლობა ღმერთზე ძალიან კარგია, ყველას გვიხარია დღესდღეობით სვანეთის მესტიის ბიუჯეტს კონკრეტულად. 1.200.000 იმათვის ამ შემთხვევაში სვანეთი საკმაოდ პატარა რეგიონია და საკმაოდ დიდი თანხა არის, ხო? ამიტომ ესე ერთი ხელის მოსმით რომ რახან მიწა გადაცა $1, ესე იგი ეს ცუდია, ეს ძალიან მარტივი პრიმიტიული აზროვნების ნიმუშია, რომელიც ახლა პრობლემა, რაზეც მინდა გადავიდეთ, აქვს სოციალური ასპექტი და განზომილება, ენერგეტიკულზე და ეკონომიკურზე ვსაუბრობ, ჩვენ ამ შემთხვევაში თუ შეიძლება დავასრულებ, იმიტომ რომ როდესაც ვამბობთ რა პრობლემაა, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ სწორედ პრობლემას აწყდება, როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო ადგილზე იქ არის პროტესტი, შესაძლოა გაუგებრობის გამო გამოწვეული, რაზეც ასევე არის საუბრები თქვენს საუბრობდით სამინისტროც საუბრობდა იმის შესახებ, რომ შეიძლება წახალისებული იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობა, ან არ იყვნენ სათანდოდ ინფორმირებული. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომ უნდა დაიტბოროს რამდენიმე სოფელი
1000-ეულობით ადამიანი მოდიახ ჩამოცვა შორს წაგვანს, თუმცა შევახსენებ მაყურებელსაც ესე ეკლესია, სასაფლაო და ასე შემდეგ. მე საერთოდ მივყავდა ეს ყველაფერი, რომ ანუ პირველი ეკოლოგიური მოხსენით, მეორე ეკონომიური ეფექტი ამ ყველაფრის, როგორც მოგახსენეთ, მე შევეცადე რომ ამეხსნა რომ ეს ჩაულებდი მივიღებთ ყველაფერს, რაც უნდა მივიღოთ და იმაზე მეცაც კი და გადავედით, რაც დარჩა ყველაზე სერიოზული და ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე სენსიტიური საკითხი, რა თქმა უნდა, ეს არის სოციალური საკითხი, რომელიც და სამწუხაროდ არ სხვა ალტერნატივა, ანუ ალბათ ამაზე ბატონი ანზორიც ისაუბრებდა დარწმუნებული ალტერნატივებზე, შეიძლება თუ არა სხვა ალტერნატივების განხორციელება, მაგრამ ამ ეტაპზე 184 ოჯახი, რომელიც ხაიში სოფელი და მის მიმდებარე რამოდენიმე პატარ-პატარა სოფლები არის იქვე, ხდება დატბორვა. ანუ დატბორის არეალში ექცევა. და ეს რა თქმა უნდა არის ყველაზე დიდი პრობლემა და ეს რა თქმა უნდა არის ისეთი საკითხი, რომელზეც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ გაგებით მოვეკიდოთ და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ გავიაზროთ რომ ამ ადამიანებს მართლაც და საკმაოდ რთული გადაწყვეტილების მიღება უწევთ ქვეყნის სასარგებლოდ, ანუ იმის თუ დათმონ მათ თავისი ეს ტერიტორიები და ამიტომაც არის რომ სიმართლე რო გითხრათ, აი თუნდაც იგივე ეს პროცესი ხარ რომელიც მიმდინარეობს, ჩვენ ვცდილობთ კულტურის ძეგლებზეც იყო მაგაზე მოგახსენეთ რა თქმა უნდა. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად რომ რაც შეიძლება არ მივიდეს პროცესი ესკალაციამდე, არ მივიდეს პროცესი დაპირისპირებამდე და დიალოგის სახით რამენაირად დიალოგით ეს ყველაფერი მოვახერხოთ. ომბუდსმენმა გაგაკრიტიკეთ თქვენ. არა, ომბუდსმენი ორ ადამიანს რაღაც არ ვიცი, ერთ-ერთ ექსპერტს და ორ ადამიანს შეხვდა, მე ვიღაცას დაურეკეს ჩვენთან და ვერ მის კომუნიკაცია იყო საერთოდ მინისტრმა მეორე დღეს გაიგოს რაღაც რო ხდებოდა და ეს არასერიოზულია ხა თუ ასეთი შეხვედრა ხდება, ჯერ ესეთი უნდა მოხდეს ამის ოფიციალურად მომართვა, მე უნდა ვიცოდეთ ვის ხვდებით, იმიტომ რომ ჩვენ ომბუდსმენი რო გვაკრიტიკებს პირველივე თვეებში მე ვიყავი პირადად ბატონი კახის დავალებით ჩასული ხაიში მხოლოდ მარტო ჩავედი და შევხვდი მთელ მოსახლეობას, ვინც კი იქ არის დაემოწმებიან, მქონდა დაახლოებით 3 საათიანი საუბარი ესეთი მიტინგის სახით, მაგრამ მაშინ ძალიან კარგი ისეთი საუბარი შედგა ჩვენ შორის და ვთხოვე მათ რომ გამოიყოთ 10 წარმომადგენელი ხაიშიდან და ელოდებოდა ბატონი კახი რომ ჩამოვიდოდნენ დავილაპარაკებით მათ პრობლემებზე. მაშინ იყო ეს მიწების პრობლემა და უშუალოდ ამოყენებული მათი მხრიდან. შემდეგ ურეკავდით ამ ადამიანებს, თხოვდით რომ ჩამოვზანებულიყვნენ, მე მოიმიზეზეს რომ იცი რა ჩვენ არ აგვაქვს საშუალება რომ ჩამოვიდეთ, უთხარით გამოგიგზავნით მანქანებს, არ არის ეს პრობლემა, ჩვენ სრულიად უზრუნველყოთ თქვენ ჩამოსვლას. არა, ნუ გასაგები იყო, იქ სხვა პროცესები წარიმართა, იქ ვიღაცა ხელს უშლიდა რომ ჩამოსულიყვნენ, რატომღაც გეგონათ რომ არ ვიცი აქ რა მოხდებოდა ისეთი რომ ჩამოსულიყვნენ, თუმცა ძალიან კარგი იქნებოდა რომ მაშინ მათ მიიღოთ ეს წინადება. მეორეჯერ ვიყავი საჯარო განხილვაზე ჩასულები, ასევე იქაც გავაჟღერე რომ ბატონი კახი მზად იყო ასევე შეხვედროდა მათ. მესამეჯერ კიდევ თბილისში მოხდა საჯარო განხილვა. ანუ ეს პროცესი ხა ამ ომბუდსმენი რო გუშინ წინ შეხვდა 3 ადამიანს, ხო, ჩვენ ამას ჩართულები და ამის კადრები და ყველაფერი არსებობს, რა თქმა უნდა, ძალიან ინტენსიურ მოლაპარაკებაში მე ყოველს ფაქტობრივად უკვე ძალიან ბევრს ვიცნობ და სიმართლე გითხრათ, აი მაგ სიმპათიებითაც ვარ განწყობილი რამოდენიმე ადამიანის მიმართ ამ თვითონ ამ სოფლიდან, იმიტომ რომ ნამდვილად კარგი ადამიანები არიან, ეს ჩვეულა ხა ის კი არ არის, ხან დაპირისპირებულები ვართ, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ რაღაც მათ ტრის ხატად ვქმნით, არც მათ უნდა შექმნათ ჩვენგან ტრის ხატი, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ საქმეს, ისინი იცავენ თავის ინტერესებს, ნუ გასაგებია, უნდა შევჯერდეთ რაღაც მომენტში, ხო? ამიტომ ეხლა ესეთი დადანაშაულება ჩვენ ამას ძალიან სერიოზული პროცესი. ბატონი კახი მზად იყო დღესაც ჩასულიყო, თუმცა გთხოვეს ჩვენ თვითონ წარმომადგენლებმა, ვინც ჩვენთან გამოვაგზავნეთ წარმომადგენლები, რომ არა მოდი დღეს ისევ ჩვენ შევიკრიბოთ. ანუ ესე ჩასვლისთვის რომ არ მოხდარიყო, ალბათ და ესე შეხვედრისთვის არაფერი არ კეთება. ანუ ეს ყველაფერი უნდა მომწიფდეს. შანსი გეტყვით ახლა შანსი არის ახლა გაყინული შანსი პროცესი. არ არის გაყინული, არა, პირიქით, პროცესი საკმაოდ პირიქით გაყინული რაღაც პერიოდი იყო, ახლა ეს პროცესი დაიძრა. აქ არის მთავარი ერთი რაღაცა უნდა გავიაზროთ ჩვენ ყველამ, რომ იქ ადამიანები, ვინც იქ ცხოვრობენ, გააჩნიათ სხვადასხვა აზრი. ზოგს მართლა არ უნდა რეალურად წამოსვლა, იმიტომ რომ მათ ძნელია და მესვის გასაგებია რომ ეს ყველაფერი ძნელი გადასახარშია ყველაფერი მოსახარშია შინაგანად რომ თქვა როგორ უნდა მიატოვოთ თქვა იგივე ეს ადგილები, თუმცა არის ნაწილი ადამიანის რომელსაც გადაწყვეტილი აქვს რომ კი ბატონო მე მზად ვარ რომ თქვა წავიდე, ესეც ასეთი ადამიანები არც მოდა ამას ვერამ ვერ უარყოფს. მაყურებლისთვის რომ რა ალტერნატივებს თავაზობთ ამ ადამიანებს ესეც რომ ცხადი იყო და შევახსენოთ. გეტყვით, ესე იგი პირველ რიგში რაც არის ყველაზე მთავარი 4 თუ აი ახსენეს აქ 4.12 სოფლიო ბანკის განსახლების
სტანდარტები. ჩვენ ინვესტორს მოვთხოვეთ, რომ შეასრულოს ეს ყველაფერი 4-12 სტანდარტი. ამაზე მაღალი სტანდარტები განსახლების საერთოდ არ მოუგონია კაცობრიობას და არ არსებობს ამაზე უფრო მაღალი სტანდარტები. შესაბამისად ეხლა მთავარია ეს გულისხმობს იმას რომ თუნდაც იგივე ეხლა ამზომველები ადიან იმიტომ რომ მიწები რომლებიც მათ დაკანონებული არ ქონდა დაუკანონონ გადაცენ მათ საკუთარი ხარჯის ინვესტორმა ფლობელობაში და ამის შემდეგ შეეცადოს კი არ წაართვას უნდა შეეცადოს რომ გამოისყიდოს ან განსხვავება არის ეს თუ კი წინა პერიოდში 1500 ჰექტარი მიწა მათ ერთ დღეს გაიღვიძეს და აღარ იყო მათ ფლობელობაში საერთოდ და ინვესტორის ფლობელობაში იყო ეხლა განსხვავება არის ის რომ ადიან ეს ხალხი, იმიტომ ჩვენივე დავალებით რომ აუზომონ ეს მიწები გადაცემა და ამის შემდეგ ევაჭრონ და იმ ხალხს არ უშვებენ. ჩვენ ხანდახან იცით რა არის ახლა მინდა ცოტა გულის დაწყვეტითაც კი თქვა და ესეთი ახლა არ ჩამომართვან რომ მე ვცდილობ ხოლმე ყოველთვის ყველა სიტყვას დაუკვირდე, იმიტომ რომ მესმის ამდენად მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ადამიანები ეს 30 წელი წინ დაიწყო ხო ეს პროცესი ჩვენ არ დაგვიწყია და არ ჩვენ არ დავამთავრებთ ამას და ყოველთვის გაგრძელდება, იმიტომ რომ ეს ქვეყნის საჭიროება ეს მე კი არ მჭირდება პირადად ან ბატონ კახის კი არ მჭირდება ან ვინმეს ჩვენ წარმომადგენლს კი არ მჭირდება ეს ქვეყანას სჭირდება და ამიტომ გული შევტკივა ჩვენ რომ ქვეყანაზე შევტკივა გული და ეს არ არის ლიტონის სიტყვები და რაღაცა ეს ყველა სიტყვებს არ ვიძახ ახლა ეს რეალურად ესია ხო მე ქვეყანამ დამაყენა იქ სადაც ვარ და მე უნდა გავაკეთო ჩემი საქმე ჩემი საქმე არის ის რომ იყოს ქვეყანა ენერგო დამოუკიდებელი ხო ამიტომ შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ყველაფერი გამოგვივიდეს მაგრამ 30 წლის წინ ადამიანებს აღებული ქონათ ამაში უკვე კომპენსაციები და გადასახლებულები უკვე იყვნენ ისინი სოფელ ხაისში რომელიც არის მარნეულთან ამის მერე გავიდათ რომ ვერ გაშენდა ეს ყველაფერი დაბრუნდა ადამიანები გადასარევია ძალიან მივესალმებით პირიქით რომ თავის კერას დაუბრუნდნენ იმიტომ რომ არ იყო ამას საუბარი. მე 1500 ჰექტარი მიწა ჩამორჩა, მაშინაც არ ყოფილა ესეთი გამოსვლები დაბეჭდები და ეხლა როცა ყველაზე ჰუმანური მთავრობა მოვიდა, რომელიც პირიქით ჩვენ მუდმივად ამას ვიძახით, რომ მოდით ხალხო დავილაპარაკოთ, მოდი აი ინვესტორს პირველი ეს გავაკეთებინეთ, რომ მიწებს გადმოგცემთ თქვენ საკუთრებაში. გარანტია დგებით იმისა, რომ მაქსიმალურად კარგი პირობები იქნება ამ ადამიანისთვის შეთავაზებული, აი ამ ფონზე უკვე გამოსვლა და ესეთი აგრესიული დაპირისპირებები, ხაძე დაფიცებები, ესეთი წინააღმდეგობა, ხო? თვითონ ახალისებს ამ პროცესს. აი, მოდით, უბრალოდ, მოდი მე აღარ გავაგრძელებ, მაგრამ თქვენთან ვიფიქრეთ ლოგიკურად რა. აი, ჩვენ რა უნდა ვიფიქროთ ამ შემთხვევაში? ანუ რა გამოდის, რომ ანუ ჩვენი ჰუმანურობა რა სისუსტედ ითვლება, რაღაცნაირად სისუსტედ გვითვლიან იმას, რომ რახან ახლა ჩვენ იქ ასეთი კაცი ან ზოგადად ვიძახით ჩვენ ვცდილობთ აი ბოლოს ძალიან ცოტა დრო გრჩება და ზუსტად ეგ მინდა გითხოთ თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა მაშინ რა ხდება ერთ რამეს გითხოთ კიდევ ხაზი მინდა გაუსვა სასაფლაოები არ დაიტბორება სასაფლაოები ძალიან დიდი პატივისცემით იქნება გადასვენებული მის მიცვალებულები ვინც ბრძანება როცა ეს თუ კი შედგება რა თქმა უნდა სადაც მიგვითითებენ ინვესტორი მოხდება გადასვენება ამ მიცვალებულების ასევე ეკლესია არ დაიტბორება ეკლესიის გადატანა მოხდება თითოეული ქვა მისი არც ერთი ქვა არ დაიტბორება რა თქმა უნდა მოხდება მისი გადატანაც სადაც მიგვითითებენ მოსახლეობა რასაც გვეტყვის ჩვენ როგორც რაც კი გამოჩნდება ანუ შიგნით როგორც სრულიც აქვს უნდა სოფელი კიდე უკეთესი იქვეა ტობართან ან სადმე ახლოს გავუკეთებთ ახალ სოფელს ახალ ხაისს უნდათ თქვათ ქალაქებში გადმოსახლებთ ქალაქებში რასაც გვეტყვიან ანუ იმას გავაკეთეთ ჩვენ კი არ გავაკეთებთ სამინისტრო ხშირად ხა ვერევით ხოლმე ჩვენ რომ ინვესტორს გავაკეთებინეთ ის მზად არის ჩვენ გვაქვს ამის ბერკეტები ხო და აი ამ ფონზე როცა ჩვენ ამას ვთავაზობთ ვეუბნებით რომ ხალხო მოდი დავილაპარაკოთ აი გინდა არ გინდა და მაინც თუ ვერ მოხდა იმიტომ რომ რჩება ის ალბათ ხო და აი აქ მიყავს ყველაფერს ქვეყანაში ან არსებობს კანონი ან არ არსებობს კანონი ხო თუ ქვეყანაში სადაც კანონი არ არსებობდა ფორმალური იყო ეს ყველაფერი გამოვიარა ჩვენ მეგონი და 90-იანი წლები ყველას კარგად გვახსოვს ხო ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ ჩვენ ისეთი რამ რომ ვინმე ისქმა მთავრობა ადგილობრივი მოსახლე არ ვიცი ჩამოსული ტურისტი თუ ვინც არ უნდა იყოს ქვეყანაში რომ მან დაარღვიოს ის და თავი დააყენოს კანონზე მაღლა არ არსებობს ასეთი რამე ქვეყანაში თუ ესეთი რამე მოხდა ამას ეკთება პრეცედენტის სახე და ხვალეზე კიდე რას მივიღებთ ეს უკვე კიდე საკითხავია და ჩვენ თავს უკვე აქ ცოტა სხვა რაღაცა უნდა ვკითხოთ როგორ ქვეყანაში გვინდა ჩვენ ის ხო სადაც კანონი არეგულირებს ყველაფერს თუ სადაც უბრალოდ ადამიანების თქვათ თუნდაც ყველაზე კეთილშობილური თუ როგორიც არ უნდა იყოს სურვილები ანუ ხვალე შეიძლება ვიღაცამ თბილისში შეიკრიბოს თქვათ ადამიანები და დაიფიცონ რაღაცა სხვა იმებზე ღირებულებებზე ხო მაშინ როგორი რეაქცია ექნება თუნდაც იგივე ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს რომლებიც ახლა მხარს უჭერენ თუნდაც აი ამ ყველაფერ მოძრაობას თუ კი ხვალ რაღაცა თუ იგივე რელიგიური კუთხით ან რაღაც შეზღუდვებზე რომ დაიფიცონ ასე თქვათ რომელიმე მე არ ვიძახი რომ თქვათ მაინდა-მაინც ყველას აქვს თავისი წესი, თავისი ტრადიციები და თქვათ გამოვიდეთ და ამან მიიღოს მასიური ხასიათი, ხო?
ადამიანმა ჩათვალო, რომ ქვეყანაში კანონზე მაღლა დგას რაღაცა ერთობა ადამიანების კეთილშობილი შემთხვევაში მახსოვრება მოხდება. კანონი ყოველთვის იკანონებს ქვეყანაში და ჩვენ ამაზე ვართ მინისტრი, ჩვენ მთელი მთავრობაც ვართ ამაზე. მადლობთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ილია, ჩვენ ყველა დრო ამოვწურეთ. დღეისთვის ფოკუსი ამით დასრულებულია. ჩვენ ხვალ დაბრუნდებით ეთერში. მადლობთ ყურადღებისთვის.